ზოგადად როცა მარტო გადიხარ, რაღაცა უნდა გაამოყამა, რაღაცა უნდა შეეჩვიო. და ეს გამოცდილებით მოდის. ნუ მაგალითად აი წინა ვიდეოში რა ვიკაჩვენეთ, რომ თავისუფლების მეტროდან ესკალატორიდან რომ ამოვიდა, იქ ბევრი მოსახლეობი არის და უფრო მარტივად მივხვდი დავამუღამე რომ გავიდოდი თუ გავყვებოდი ესკალატორების შორის რომ ღობე არის. იმას თუ გავყვებოდი. იგივენაირად დავლაბრის მეტროსთან მაგალითად მივხვდი რომ ავტობუსთან რომ გადავდივარ და მეტროში რომ შევდივარ, იქ შადრევნის კიდეს თუ გავყვები მაშინ უფრო ადვილად მივაგნებ, ანუ მე უკვე მალე ხვდები რა იქ ბარათის გატარების ხმები ისმის იქ შესასვლელში ქარი არის და ხვდები რომ უკვე მეტროსთან ახლოს ხარ, სუნიც გამოდის მეტროს და ასე შემდეგ. ასევე დავამუღამე რომ მაგალითად ბარათაშვილის ხიდზე, ბარათაშვილის ქუჩაზე არ უნდა ჩამოხვიდე მარტო, იმიტომ რომ იქ არათუ ერთდროულად რამდენიმე ავტობუსი, ერთდროულად რამდენიმე ტაბლო არის და იქ მარტოს კი არა, ანუ მხედველებს უჭირთ გაგნება. ამიტომ ნუ ის გაჩერება რა თქმა უნდა ჩამოვწერე და ყველანაირად თავს ვარიდებ, მარტო რო ვარ. მე აღმოვაჩინე რომ არც თავისუფლების მეტროს გაჩერება არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ იქაც ერთდროულად მოდის რამდენიმე ავტობუსი და საკმაოდ ხშირად იყო რომ აი ადამიანებმა გამომაქცნეს რომ როგორმე დავწეოდი ავტობუსი. ამიტომ გადავწყვიტე რომ ნუ კლასიკური გიმნაზიის გაჩერება არის მეტნაკლებად კარგი ჩამოსასვლელად და ერთხელ ავტობუსმა ჩამომსვა აი აქ სადაც ერქვა ვარ. როდესაც აი ეხაც მოვიდა ჩაგვიარა. პირველი როდესაც ავტობუსთან გადმოდიხარ, ანუ არაფერს არ დაეძებ, სად ხარ, როგორ ხარ, პირველი არის რომ სასწრაფოდ მოვლობ ტროტუარს და ამოდიხარ ბორდიულზე. და მე უკვე იწყებ ფიქრს რომ აბა ეს სად ვარ და სად შეიძლება იყოს ავტობუსის გაჩერება. მე ნუ ესე რომ გადმოვედი, პირველი ვიფიქრე რომ ნუ მარჯვნივ იქნებოდა, ალბათ რამდენიმე ნაბიჯში და ესე ოდნავ მარჯვნივ წავედი, გადავდი რამდენიმე ნაბიჯში. აქ რომ არ დამხვდა გაჩერება, მე მივბრუნდი ისევ წავედი დავბრუნდი უკან. ამასობაში ავტობუსმა კიდე ჩაგვიარა. თან თითქოს განცდა მქონდა, რომ აი ამ საყვავილეს ალბათ საყვავილეს იქით აჩერებენ, იმიტომ რომ თითქოს ანელებენ სვლას რა, იქით რომ მიდიან. ამიტომ ვცადე, რომ საყვავილის გარეთ აი ერთი პატარა ნაბიჯის გადასადგმელია და ერთი პერიოდი ერთ ავტოს გავეკიდე და აი აქ გავწვე. მაგალითად ვიფიქრებ ადამიანი რომ ეს ავტობუსი შეიძლება გაჩერდეს რამდენიმე ნაბიჯში. ისე მოდიოდა. რომ მივხვდი რომ იქ ის საყვავილი აღარ მთავრდებოდა, ანუ გამოვბრუნდი უკან, იმიტომ რომ ძალიან სახიფათო ფაქტორი გზაზე მივდიოდი რა. ამიტომ გადავწყვიტე საყვავილეს შემოგვარა უკნიდან. აქედან აღარ დამთავრდა. თან ხო ნუ ორ კიბეზე ჩავედი რა თქმა უნდა. თან არ მქონდა ეს აქაურობა კარგად ათვისებული და ძალიან ნელად და ფრთხილად ჩამოვედი, ცოტა მოუკლეური კიბეებიც არის საფეხურები. რომ მივხვდი რომ აქაც არ მთავრდება ეს, ისევ დავტრიალდი უკან. გავაგრძელე ისე გზა და თან მეთქი თუ ვინმე შევხვდები, ვკითხავ კიდეც იქნებ როგორმე აღმოვაჩინო გაჩერება. თან ვფიქრობდი, ვიხსენებდი რომ იქნებ გაჩერება ფიზიკურად არც არის და თავიდან მაგიტო დავიბეინ და მაგიტო გავეკიდე ავტობუსებს რომ ზოგან ხო არ არის ეს გაჩერებები, მაგრამ მე გამახსენე რომ მოპირდაპირე მხარეს გაჩერება არის ჩვეულებრივად. ამიტომ ახაც დავიწყე ძებნა.
საბოლოოდ აი ამ ხელა მანძილის გავლა მომიწია, რომ მეტყვნა ავტობუსის გაჩერება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორღაც მძღოლმა მეტნაკლებად მაინც რამდენიმე ნაბიჯის დისტანციაზე გააჩეროს გაჩერებიდან და არა 1 კილომეტრში. რა ვიცი, უცხოეთში მეტროს მატარებლებსაც კი მილიმეტრებში ზუსტად აჩერებენ ისე, რომ ტაქტილურ ბილიკს პირდაპირ ვაგონის შესასვლელამდე მიყავ ხარ უსინათლე.